ევროპა ნელ-ნელა კეტავს გარს უკრაინელებისთვის და უკრაინელი ტოლვილებისთვის ახალი წესები იგეგმება. თუ თქვენ ან თქვენი ახლობლები ცხოვრობთ ევროპაში დროებითი დაცვის სტატუსით, ან გსურთ უკრაინიდან გასვლა და ამ უფლებით სარგებლობა ევროკავშირში, ეს გამოშვება ბოლომდე უნდა ნახოთ. უკრაინელებისთვის ევროპაში დაცვა პირდაპირ გეტყვით არ გაუქმებიათ. პირიქით, ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინელი ტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივა. ასე რომ თუ უკვე ევროპაში ცხოვრობთ ამ სტატუსით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. პირადად თქვენ ეს ცვლილებები საერთოდ არ გეხებათ. მაგრამ და სწორედ აქ იწყება მთავარი, რისთვისაც საერთოდ ეს მთელი გამოშვება. გაგრძელებულ წესებში ერთი მკაცრი გამონაკლისი ჩაწერეს. ახლა ჩამოსულ უკრაინელ მამაკაცებს გაწვევის ასაკში, რომელსაც უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვთ, დროებით დაცვას ევროკავშირში ვერ არ მიიღებენ. და ამ ისტორიაში ყველაზე მოულოდნელი ის არის, ვინ მოიფიქრა ეს ყველაფერი და ვინ გაატარა ლობირება. ეს არ ყოფილა ბოროტი ევროპელები, იცით, რომლებსაც უკრაინელების ევროკავშირიდან გამოდევნა მოუნდათ. არა, როგორც ბრიუსელში პირდაპირ განაცხადეს, ამის თხოვნა თავად კიევმა გააკეთა. ამ გამოშვებაში დეტალურად განვიხილავთ რა გადაწყვიტა კონკრეტულად ევროკავშირმა. როდის ზუსტად დაიწყებს ეს ყველაფერი მუშაობას? ვის შეეხება ეს ყველაფერი კონკრეტულად? ვინ ზუსტად არ მოხდება ამ ცვლილებების ქვეშ და ვის ნამდვილად არ შეეხება ეს? რატომ? თავად უკრაინა ცდილობდა ამის მიღწევას. და რას ნიშნავს ეს ათასობით კაცისთვის და ხაზგასმით ვამბობ ქალებისთვის, რომლებიც ახლა ევროპაში არიან ან იქ წასვლას აპირებენ. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით გავარკვიოთ ამ საკითხებში. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე, ამიტომ მადლობელი ვიქნები თქვენი გამოწერისთვის. მოდით პირდაპირ ფაქტებით დავიწყოთ, რათა თავიდან ავიცილოთ პანიკა და დეზინფორმაცია. ევროპის კავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმის მოქმედება 2028 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივოს. მანამდე ეს დირექტივა მოქმედებდა 2027 წლის მარტამდე, ანუ მისი ვადა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივეს. ამ თვის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ის სწორედ ამ მომენტიდან შევა ძალაში. პროგრამის მასშტაბი მართლაც უზარმაზარია. 2026 წლის მარტის მონაცემებით დროებითი დაცვა ევროკავშირში თითქმის 4,5 მილიონ უკრაინელს აქვს. ყველა მათგანს, როგორც ადრე, დროებითი დაცვის სტატუსი გარანტიას აძლევს ცხოვრების, მუშაობის, საცხოვრებლის, მედიცინის, სოციალური დახმარებისა და ბავშვებისთვის განათლების უფლებას. ეხლა კი მთავარი სიახლე, რომლის გარშემოც მთელი აჟიოტაჟი. პროგრამიდან გამორიცხავენ ახლა ჩამოსულ უკრაინელ მამაკაცებს გაწვევის ასაკში. ევროკავშირის საბჭოს ფორმულირება სრულიად ნათელია. ციტატა. ევროპის კავშირში დროებითი დაცვა მიეცემა მხოლოდ მათ, ვინც უკრაინაში ასრულებს სამხედრო სამსახურის ვალდებულებებს. ანუ ევროპელებმა პირდაპირ დააკავშირეს თავშესაფრის უფლება საკუთარი ქვეყნის წინაშე სამხედრო მოვალეობის შესრულებასთან. აქ კი არსებობს სამი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც უნდა ითქვას მკაფიოდ და დაფიქსირდეს. შენიშვნები. პირველი და ყველაზე მთავარი, ცვლილებები ეხება მხოლოდ ახალ განცხადებლებს. ისინი, ვინც უკვე მიიღო დროებითი დაცვა ევროპის კავშირის ქვეყნებში, ამას საერთოდ არ შეეხებათ. მათი დროებითი დაცვის სტატუსი სრულად შენარჩუნდება. თუ თქვენ უკვე ევროპაში დაცვის ქვეშ ხართ, თქვენთვის არაფერი იცვლება. წერტი. თუნდაც თქვენ მიიღეთ დაცვა, თქვათ პოლონეთში, მაგრამ გსურთ გადასვლა ესპანეთში და იქ თავიდან მიიღოთ დროებითი დაცვა, პრობლემა არ არის. ამ შემთხვევაში თქვენ არ ხართ ახალი განცხადებელი. თქვენ არ ხართ დროებითი დაცვის ახალი მაძიებელი, ასე რომ ახალი წესები თქვენზე არ ვრცელდება. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ნებისმიერი დროებითი დაცვის ახალი მაძიებელი ეს არ არის მხოლოდ ის, ვინც ახლახან ჩამოვიდა ევროკავშირში. ეს არის საერთოდ ნებისმიერი, ვინც პირველად შეაქვს განაცხადი დროებითი დაცვისთვის, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობდა მანამდე ფიზიკურად. ანუ თუ თქვენ ცხოვრობდით ევროპაში რაიმე ინდივიდუალური სტატუსით, ბინადრობის ნებართვით, მაგრამ რაიმე მიზეზით გადაწყვიტეთ დროებითი დაცვის სტატუსზე გადასვლა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ახალი გამცხადებელი ხართ, დროებითი დაცვის ახალი მაძიებელი ხართ და თქვენზე ვრცელდება ახალი წესები. თუ თქვენ ცხოვრობდით შტატებში, კანადაში ან სადმე სხვაგან და გადადიხართ ევროპაში და პირველად ითხოვთ ამ სტატუსს, მაშინ ახალი წესები თქვენზე ვრცელდება. შენიშვნა მეორე. საუბარია სწორედ იმ სამხედრო ვალდებულ პირებზე, ვისაც უკრაინის კანონმდებლობით აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება. ანუ მამაკაცებზე, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ასე ვთქვათ, მთლად წესების მიხედვით, არა უკრაინის მობილიზაციის კანონის თვალსაზრისით.
ეხლა ევროკავშირის მიგრაციის სამსახურებისთვის პირველადი უნდა იყოს სწორედ ის ფაქტი, რომ დროებითი დაცვის მაძიებელმა არ გადაკვეთა საზღვარი არალეგალურად, საომარი მდგომარეობის დროს. მაგრამ თუ ადამიანი ლეგალურად გავიდა ქვეყნიდან, ეს უკვე ნახევარი საქმე. იმიტომ რომ ევროპელ ჩინოვნიკებს წესების მიხედვით შეუძლიათ მოითხოვონ მოქმედი სამხედრო აგრეთვე დოკუმენტი დამრღვევის სტატუსის გარეშე. ეს სწორედ ის რეზერვ პლუსია, სადაც არანაირი დარღვევა არ იქნება, მაგრამ აქ უნდა გავაკეთო შენიშვნა. ოფიციალური დოკუმენტების ფორმულირება ამბობს, რომ ასე შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ფორმულირება ბუნდოვანია. შეიძლება მოითხოვონ, შეიძლება არ მოითხოვონ. ამიტომ საჭიროა შევხედოთ რეალურ პრაქტიკას ცალკეულ ქვეყნებში. მესამე შენიშვნა ასაგისა და სქესის მიხედვით. სხვადასხვა ფორმულირებით საუბარია გაწვევის ასაკის მამაკაცებზე. აღნიშნულია დიაპაზონი დაახლოებით 23 და 60 წლამდე, მაგრამ ასევე ნახსენებია დიაპაზონი 18-დან 60 წლამდე. ანუ აქ კიდევ უნდა დაველოდოთ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით რაც გვაქვს, ისევ წინასწარია. მაგრამ ასევე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ იგივე შეზღუდვები შეეხება ქალებსაც, რომლებიც უკრაინაში სამხედრო ვალდებულები არის. თუმცა ეს პუნქტი უფრო ფორმალობას ჰგავს, რადგან ამჟამად ქალებისთვის უკრაინიდან გასვლა საერთოდ არ არის აკრძალული. შესაბამისად, ისინი შეძლებენ ლეგალურად გამგზავრებას. ამიტომაც როგორ შეიძლება იქ ამის შემოწმება, გაუგებარია. ანუ მათ ექნებათ პასპორტში ბეჭედი ლეგალური გამგზავრების შესახებ. პირველი სიგნალი ევროკავშირის მიგრაციის სამსახურებისთვის სწორედ პასპორტში ლეგალური საზღვრის გადაკვეთის აღნიშვნა. ეხლა იმაზე, როგორ იმუშავებს ეს პრაქტიკაში, რადგან ეშმაგი დეტალებში. ახალი წესების მიხედვით, დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, მამაკაცმა უნდა დაადასტუროს დოკუმენტურად, რომ სამხედრო ვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარებული აქვს. რით უნდა დაამტკიცოს ეს ყველაფერი? საზღვარგარეთის პასპორტით ოფიციალური გასვლის შტამპით, რომელიც ადასტურებს საზღვრის კანონიერ გადაკვეთას. ან მობილიზაციიდან გათავისუფლების ცნობით, ქაღალდის ან ელექტრონული ფორმით. მოკლედ რო ვთქვათ, აჩვენე რომ საზღვარი კანონიერად გადაკვეთე, ან ოფიციალურად ხარ გათავისუფლებული მობილიზაციიდან. მაშინ დაცვა, დროებითი დაცვა ევროკავშირში შენია. უპრობლემოდ მიიღებ მას. თუ ვერ წარმოადგენ დოკუმენტებს ბოდიში, მაგრამ არანაირ დაცვას ვერ მიიღებ. ამ ლოგიკას ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერი ასეხსნის. დროებით დაცვას არ უნდა იღებდნენ ეხლად ჩამოსული პირები, რომელსაც უკრაინული კანონის მიხედვით სამხედრო ვალდებულებების გამო უკრაინიდან გამგზავრება არ აქვთ ნებადართული. ევროკომისიამ საერთო აზრი კიდევ უფრო ფართოდ და ვიტყოდი, უფრო გულახდილად ჩამოაყალიბა. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს დაცვის საჭიროებების შეთანხმებას უკრაინის საერთო თავდაცვით უნართან. აი ეს არის ამ მთელი ისტორიის ბირთვი. ეხლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილი. ვინ დაიწყო ეს ყველაფერი? ამაზე პირდაპირ ისაუბრა იგივე ევროკომისარმა ბრიუნერმა. უკრაინელი მამაკაცების ევროკავშირის დროებითი დაცვის პროგრამიდან გამორიცხვის წინადება უკრაინული მხარის პირდაპირ თხოვნით იქნა წარდგენილი. დიახ, სწორედ კიევმა მიმართა ევროკავშირს თხოვნით, რომ სამხედრო ვალდებულების მქონე უკრაინელებს ავტომატური დაცვის უფლება ევროპაში ჩამოერთვათ და ევროკავშირის საბჭომ ეს ცალკე აღნიშნა, ციტატა. ევროკავშირი აღიარებს არამხოლოდ გადაადგილებული პირების დაცვის უფლებას, არამედ უკრაინის თავდაცვის უფლებასაც და თითქოს ამაში ბალანსი მოიძებნა. თუ კარგად დავფიქრდებით, კიევის ლოგიკა სრულიად გასაგებია. ქვეყნისთვის, რომელიც უკვე მეხუთე წელია სრულმასშტაბიან ომშია და არმიისთვის ხალხი ძალიან სჭირდება. არახელსაყრელია, როცა ევროპა ფაქტობრივად ქმნის კომფორტულ და ლეგალურ არხს, რომ სამხედრო ვალდებულების მქონე მამაკაცებმა დატოვონ ქვეყანა და ომი ევროკავშირის დაცვით გადაიტანა. ამ ვარიანტის მოცილებით ახლად ჩამოსულებისთვის უკრაინა ამ გზას კეტავს. ანუ ეს არ არის ევროპული, არამედ უკრაინის მობილიზაციის პოლიტიკა. უბრალოდ განხორციელებულია ევროპის კავშირის ხელით. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სიახლეზე უნდა გავიგოთ. ლამაზი შეფუთვის უკან, რომელსაც ეძახიან ევროპა ამკაცრებს წესებს უკრაინელებისთვის, დგას თავად კიევის გადაწყვეტილება. ეხლა ყველაზე მთავარი კითხვა: როდის ამოქმედდება ახალი წესები? აქ უკვე არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ზოგი ამტკიცებს, რომ სწორედ 2027 წლის მარტიდან. თითქოს თუ კი ახლაც მიიღებენ, ეს ყველაფერი ამოქმედდება 2027 წლის მარტში. მაგრამ როგორც მე მგონია, ეს ბევრად ადრე მოხდება. მოდით გადავხედოთ ევროპის კავშირის საბჭოს პრეს-რელიზს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. შემდეგ ციტატა მოდის.
ევროკავშირის საბჭო ოფიციალურად მიიღებს გადაწყვეტილებას დროებითი დაცვის გაგრძელების შესახებ უახლოეს კვირებში. შემდეგ გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ევროპის კავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა მომდევნო დღეს. ანუ 2026 წლის 15 ივლისს მხოლოდ წინასწარი შეთანხმება შედგა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების დონეზე. ეხლა ეს წესები უნდა მიიღონ. ამისთვის ევროპის კავშირის საბჭომ ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ისინი ოფიციალურ სხდომაზე. ეს ოფიციალური სხდომა დაგეგმილია ივლისის ბოლოსთვის და ის საბოლოო კენჭისყრის შემდეგ დოკუმენტის ტექსტი იგზავნება ევროპის კავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ერთ დღეში. ამიტომ ახალი წესები დიდი ალბათობით ამ ზაფხულს ამოქმედდება და არა 2027 წლის მარტში. რა თქმა უნდა, არის ერთი ნიუანსი. უკვე გავრცელდა ხმები, რომ ევროპის კავშირის საბჭო შეიძლება საბოლოოდ არც შეიკრიბოს ივლისის ბოლოს და მაშინ გადაწყვეტილება უკვე ზაფხულის არ დადეგების შემდეგ, სექტემბერში იქნება მიღებული. შესაბამისად, ახალი წესების ამოქმედებაც შეიძლება სექტემბრამდე გადაიდოს. ეხლა მოდით შევაჯამოთ, რა მოხდა. ევროპის კავშირმა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვა 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა და ეს კარგი ამბავია და მთავარი ფაქტია. მაგრამ ჩნდება გამონაკლისი. ახლა ჩამოსული სამხედრო ვალდებული მამაკაცები და ქალები, რომლებსაც უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვთ და ვერ ადასტურებენ გასვლის კანონიერებას ან მობილიზაციიდან გათავისუფლებას, ვეღარ მიიღებენ დაცვას. ამას პრინციპულად თავად კიევმა წამოიწყო, საკუთარი თავდაცვის უნარიანობისთვის. ვისაც ეს არ ეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს არ ეხება მათ, ვინც უკვე დროებითი დაცვის ქვეშაა ევროპაში. მათი სტატუსი უსაფრთხოა. ეს არ შეეხება მათაც, ვინც ლეგალურად წავიდა ან ოფიციალურად გათავისუფლებულია მობილიზაციიდან. მათ უბრალოდ დოკუმენტურად მოუწევთ ამის დამტკიცება. ვის ეხება ეს? მხოლოდ ახალ გამცხადებლებს გაწვევის ასაკში, ვინც წესების გარეშე წავიდა. მათთვის ევროპული კარი ფაქტობრივად იკეტება. ასე რომ ეს ხმაურიანი სათაურები ევროპის მხრიდან კარის დახურვის შესახებ ნახევარსიმართლეა. ევროპის კარი უკრაინელებისთვის მთლიანობაში ღია 2028 წლის მარტამდე. უბრალოდ ერთი კონკრეტული კატეგორიისთვის, სამხედრო ვალდებულების მქონე პირებისთვის, რომლებმაც კანონის გვერდისავლით დატოვეს ქვეყანა, ახლა ამ კარს შეაჩერებენ. და ამ კარს მათ შორის თავად კიევის ხელი აჩერებს. ეხლა კი ვაკვირდებით, როგორ ჩაიწერება ეს წესები ეროვნული კანონებში, ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის. აი იქ კიდევ ნამდვილად იქნება ნიუანსები და სიურპრიზები. აი უნგრეთი. ახალ პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პეტერ მადიარი უკვე მიანიშნებდა, რომ შეიძლება ამ დირექტივას არ დაემორჩილოს და თავის ქვეყანაში უკრაინელები სრულიად ყველას შეუშვას. საერთოდ აქ წევდილებს ვსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის ხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით დაეხმაროთ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.